იმედია კარგად ხართ, იმედია მიყურებთ. ნახოთ ეხა. ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც გაინტერესებთ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ, რა ენერგიებშია. ორ პოზიციაზე ვაკეთებ თავისი ორაკულით. რა ენერგიებშია ეს ადამიანი? რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? თუ გვიხსენებს და ხშირად, თუ აპირებს გადმოდგას ნაბიჯი. რჩევა ორაკულისგან. ვინ ჩაიფიქრა პირველი პოზიცია, რას ურჩევდით პიროვნებასთან დაკავშირებით? ეს ერთი. ეხლა მეორე პოზიცია. ადამიანზე, პიროვნებაზე რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, რა ენერგიებშია, თუ აპირებს ეს ადამიანი თქვენთან მოსვლას, შეხვედრას, რას ფიქრობს, რას გრძნობს და მოქმედება შესაბამის როგორი იქნება. რჩევა ორაკულისგან. ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა ადამიანზე, პიროვნებაზე. მერე რუნებსაც ამოვიღებ თითოეულზე. პირველი ვარდისფერი კვარცი, მეორე მთის ბროლი, ჩაიფიქრეთ. აი ესე დევს. მე მგონი ხედავთ, ხო? ხედავთ. ხო, აი, პირველი, მეორე, პირველი არის ვარდისფერი კვარცი, მეორე არის მთის ბროლი. ჩაიფიქრეთ, თუ არ და მოусმენთ ორივეს, მოკლეა, მაგრამ კონკრეტული ესეთი პასუხი იქნება. რა ენერგიებშია? ეს ადამიანი ან გზაზეა, ან აპირებს გზაზე წასვლას, რაღაცა შეიძლება ცხოვრებისეული გზა არის. რაღაცა სარისკო საქმეებთან აქვს კავშირი. ნახე ორაკულმა მაჩვენა რაღაც მაჩვენა ის რომ კიდე სხვაერთ შეწირვის სიტუაციაშია თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე კონფლიქტური სიტუაცია აქვს, ანუ ენერგიები როგორი აქვს, ხო? ფულთან დაკავშირებით. ნახე, გზის გასაყარზე თითქოს გაიყო გზა, თვითონ მის ცხოვრებაში გაიყო. ანუ ყავდა, დაშორდა, ან და შორს წავიდა, გზამ დააშორა. აი ესეთი სიტუაცია, მაგრამ გამოუვალე მდგომარეობა აქვს და აქ მაჩვენებენ, რომ სარისკო საქმეებით ბიზნეს, თავის სფერო, რა ვიცი, რაღაცით დაკავებული იყო, ორაკული მაჩვენებს და საეჭვო საქმეებში რაღაცა გაურკვეველ სიტუაციაში აქვს, ფინანსურ ბიზნეს სიტუაციას გულისხმობ და თქვენთან დაკავშირებით, კი, მაჩვენებს თქვენთან დაკავშირებით გრძნობა არის დაფარული უკაცრავად, მე მთლიანობაში ვთქვი, ხა ამ კაცის სიტუაცია. მაგრამ აი მოქმედება თუ იქნება, ხედავ კონფლიქტს, ხედავ სტაგნაციას, ხედავ დაფარულ გრძნობას, რა თქმა უნდა, ყმუის იმდენად უნდიხართ ღამე, მით უმეტეს ეძალებავნება, სარისკო საქმეები მისიანო და თქვენ, ვინც პირველი პიროვნება, პოზიცია ჩაიფიქრა, თუ იქნება მისგან ნახეთ, ჯერჯერობით არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ არის გრძნობა და კონტაქტზე გამოსვლაც, მიმოწერა უფრო, შეხვედრა არა, მიმოწერა, გამოსვლა რაღაცნაირად იქნება, ამბის გაგება, გრძნობა მაინც არის, მაინც თუხთუხებს გრძნობა ამ ადამიანში. უბრალოდ ეხლა უშლის ხელს მისი რაღაცა საქმეები, ესეთი სარისკო და ცოტა ხლაფორთები აქვს, საქმეებთან დაკავშირებით. კარგით, მადლობა პირველ პოზიციას, ვნახოთ მეორე პოზიცია ვინ ჩაიფიქრა, მთის ბროლი, რა ენერგიებშია, რა ხდება ამ ადამიანთან, თუ ფიქრობს თქვენზე, თუ გამოვა კონტაქტზე. თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. სწორად ვკითხულობ, მე ესე მაქვს ამ კარტებთან დათქმული. მხოლოდ სწორი პოზიციით. წაღმა კითხულობ ინფორმაციას. მოულოდნელად იგებთ ამ ადამიანისგან ახალ ამბავს. იგებთ, ელოდებით ამ ადამიანს, ორაკული მაჩვენებს, რომ თქვენ ეხლა
ძალიან გადართული ხართ ამ ადამიანზე და ჯობია რომ თქვენი ფიქრები სხვა რაღაცაზე გადააწყოთ საქმეზე. გრძნობა გაქვთ. მაჩვენებენ რომ ორმხრივია ეს გრძნობა. მაჩვენებენ რომ გამოჩნდება კონტაქტზე მოვა. ეხლა მოლოდინის რეჟიმში ხართ, ანუ მეორე რესპონდენტს გაუმართლა. თქვენ ხართ იმპერატრიცა, ესე გიყურებთ კარტი, არა მარტო კარტი, თვითონ ეს ადამიანი გიყურებთ, რომ ყველაფერი უნდა გქონდეთ, არაფერი არ უნდა გაკლდეთ. თქვენ მისი გულის ესე კი ერთადერთი ესეთი ქალი ხართ გამორჩეული, რომელზეც გრძნობა აქვს, ცეცხლი, ემოცია, ყველაფერი ერთად იკითხება. მაინც გადავამოწმოთ, აბა, რა პრობლემით შემოვიდა მეორე რესპონდენტი ამ ადამიანთან დაკავშირებით. ანუ თუ არ გამოჩენილა, გამოჩნდება, აქ ურთიერთობა არ ჩანს, რომ დამთავრებულია, თქვენ კი ელოდებით, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება, ну რამ შეუშალა ხელი, მაშინ რო არ მოვიდა, ან არ გამოჩნდა, ან არ მოგწერათ, აი რამ შეუშალა ხელი. წარსულის ამბებმა, ოჯახმა, სასამართლომ თუ ან რაღაცა საბუთებმა რაღაცა ხლაფორთმა ამასაც. კი, ესეც გზაზეა, მიდის, მოდის, საქმიანი. მოკლედ გამოჩნდება აუცილებლად. გამოჩნდება, გადაწყვიტავს თავის რაღაც პრობლემებს, მოაგვარებს ოჯახში, რა ვიცი რა აქ მოსაგვარებელი. ну ეხა ეს საჯარო გაშლა, ხო, ესე ვერ დავკონკრეტდები ეს დეტალებს. მხოლოდ და მხოლოდ პირად გაშლებზე ჩანს, როცა სახელი ვიცი რესპონდენტის, ყველაფერს მაჩვენებს ინფორმაცია ზუსტია. და ეხლა ვნახოთ რუნები, ვინც პირველი პოზიცია ჩაიფიქრა, რას ურჩევდით, აი, ვინც პირველი პოზიცია ჩაიფიქრეთ. რას გირჩევენ რუნები, დღის რუნა, თქვენი დღის რუნა. ну გაშლიდან გამომდინარე რუნებიც ხო იცით რომ არ ტყვიან, ეს არის უდიდესი კოსმიური ინსტრუმენტი, რომელიც მოვიდა ძალიან დიდი ხნის და ძალიან დიდი ძალა აქვს. აქ მაჩვენებენ ისა, არის გაყინვა სიტუაციის, ანუ ერთ ადგილას სტაგნაცია პირველ რესპონდენტთან ეს ჩანდა და რუნამაც ეს დამემტკიცა. ჯერჯერობით გაყინული, სტაგნაცია სიტუაცია, ანუ გაყინული რას ვიძახი? გრძნობა აქვს იმ ადამიანს, მაგრამ მსხვერპლშეწირვის კარტი იყო, ამოყირავებული კარტი იყო. ეს ნიშნავს, რომ ერთ ადგილასაა გაჩერებული, ჯერჯერობით. ენერგიები იცვლება, გითხარით, არ შეგეშინდეთ, ეხლა გადავდივართ ახალ ენერგიებზე და მიდის ძალიან სწრაფად ცვლილება მთლიანად სამყაროში და ვნახოთ მეორე რესპონდენტის თვის რუნა, დღის რუნა. რა იქნება? პერტო. ეს რუნა არის მაგიური, ეს რუნა არის ქალურობის, ეს რუნა არის საიდუმლოს გახსნის, ეს რუნა არის იმ დაფარულის, რაღაცა დამალულის, იმიდუმალის გაგების, რაც თქვენ გაინტერესებთ ამ ადამიანზე, ну შეიძლება თქვენზეა ეს რუნა ხო ეხა ამოღებული. თქვენ გაქვთ ალბათ ეს ინტუიცია, თქვენ გაქვთ ალბათ ეს ნიჭები და ძალიან კარგად ფლობთ ამ ეზოთერულ ცოდნებს, ხო? ყოველ შემთხვევაში გესმით და აი რუნად შესაბამისი ამოგივიდათ. ესე გააგრძელეთ. თქვენი ინტუიცია იქნება თქვენი გზის მაჩვენებელი. ჯერჯერობით ეს იყო, თუ კიდე გაინტერესებთ რამე ისეთი თემები, მომწერეთ და გავშლი. აბა თქვენიც დროებით.